არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, სულის ფარულის ნეულებანი. როგორ შეიძლება რომ შვინვიერი ხორციელი მოშურნეობა გარეგნულად წარმოჩნდეს წმინდა კეთილმსახურ მოშურნეობად. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანები ფიქრობენ, რომ ღვთის ჭეშმარიტად ერთგული მსახურნი არიან. ხშირად აღინთებიან ხორციელი მშვინვიერი მოშურნეობით, იწყებენ ირგვლივ მყოფთა გაფაცეცებით თვალ-თვალს, განიკითხავენ და ამხელენ მათ სხვადასხვა ზნეობრივ ცოდვებში, ეკლესიურ, არაკეთილგრძნობელობასა და ტიპიკონის დარღვევაში. მოშურნეობის მცდარი გაგებით მოტყუებულ არაკეთილგონიერ მოშურნეებს გონიათ, რომ თავიანთი მოშურნეობით ისინი ბაძავენ წმინდა მამებსა და მარტვილებს, არადა ივიწყებენ, რომ ისინი მოშურნენი არიან არა წმინდანები, არამედ ცოდვილნი. თუ წმინდანები ამხელდნენ შემცოდებლებს და ურჯულოებს, ამხელდნენ ღვთისმცნებებით თავისი მოვალეობის კვალობაზე, სული წმინდის ჩაგონებით და არა საკუთარი ვნებებისა და დემონების კარნახით. ვინც გადაწყვეტს თვითნებურად ამხილოს ძმა, ან შენიშვნა მისცეს, ის ცხადად ავლენს და ადასტურებს, რომ თავი მიიჩნია მხილებულზე, კეთილგონიერად და სათნოებით უფრო აღმატებულად, რომ მოქმედებს ვნებას, აყოლილი და ეშმაკისეული, გულის სიტყვებით თუნებული. ყოველ ჩვენგანში ძალზე ღრმად მკვიდრობს განკითხვის ეშმაკი, ამპარტავნების, თავდაჯერებულობის, ქედმაღლობის, ბოროტების და სხვა ვნებით აღზრების გამო მოყვასში მუდამ ვეძებთ უამრავ ნაკლს, შეცდომას, შეწოდებებს და პოულობთ კიდეც. თუ ასეთი ქმედებას კეთილმსახურებითი მოშურნებით გავამართლებთ, მაშინ თავს ამ ვნებებით მოქმედების უფლებას მივანიჭებთ. გზნებარეთ, გავაზვიადებთ მოყვასის უძლურებასა და ნაკლს. მის შეცდომებს დავხატავთ როგორც ყველაზე საშინელსა და მიუღებელს. საკუთარ თავსა და სხვებში გავაღვივებთ აღშფოთებასა და მრისხანებას, მოუთმენელ სრაფვას, გამოვასწოროთ მოყვასი, ვამხილოთ იგი, ვეშურებით მისთვის ჭკუის სწავლებას, შეურაცხყოფის მიყენებასაც კი და გონია, რომ ამას თავად კეთილმსახურებით ვიქვთ. ასეთი ცრუ, აგზნებული მოშურნეობა მუდამ იწვევს უნდობლობას, ეჭვიანობას, ცილისწამებლობას, სისასტიკეს, სიძულვილს, სულიერ ზიანს. ნიშანდობლივია, როცა მოყვასი არ იღებს მხილებას, მაშინ ასეთი ბრმა მოშურნეობა ჩვენში იწვევს ამ კაცის მიმართ ძვირხსენებისა და შურისძიების სურვილს, ხოლო მოყვასის თანხმობის შემთხვევაში ბრმა მოშურნეობა ბადებს ცუდმადიდურ თვითკმაყოფილებას. დიდი უბედურებაა, როცა აღზნებული მოშურნენი კადნიერდებიან და ეკლესიის საქმეებში ერევიან, როცა ისინი ვნებებით სავსე გულსა და გონებას აყოლილნი ფიქრობენ გამოსწორებას იმისა, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ღვთის განსაკუთრებული მადლის მოქმედებით. ყველაზე ღირსეული წმინდა ადამიანების საშუალებით, რომელთათვისაც ნათელია მსჯავრნი უფლისანი. სულიერ ცხოვრებაში რამდენი უბედურება ხდება მოყვასის კეთილმსახურებაზე ასეთი გამოგონილი ავადმყოფური მეურვეობის ირგვლივ მყოფ მორწმუნეთა სულიერ მოწესრიგებულობაზე კადნიერი ზრუნვის გამო და ეს მაშინ, როცა თავად ბევრი რამ გვაქვს მოსაწესრიგებელი, ვართ სულიერ მშვიდობას მოკლებულნი და ღვთისა და მოყვასის სიყვარულს დაშორებულნი.